როგორ გითხრათ ახლა ეს რამით უკეთესად არ იქცევიან ან უფრო ვარესად უკეთესად არა, პირიქით, ანუ გონიათ რომ პროტესტი აღარ არის ძლიერი და აი ამას ხომ არ უკავშირდება ხო არ ფიქრობ? მაშინ არ მიიღებდნენ იმ შემაძრწუნებელ კანონებს, რომელსაც იღებენ და ანუ არ ჩაიგდებდნენ თავს იმ მდგომარეობაში, რომ მდგომარეობაშიც იგდებენ, არ მოიქცეოდნენ ისე მხეცურად, როგორ მხეცურადაც იქცევიან და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ რეალურად ახლა კლასიკურ სიტუაციას ვხედავთ, ხო, აი თქვენ გადაცემა რითიც დაიწყეთ, უჭირთ მოხუც ადამიანებს არ არის თავშესაფარში შესაბამისი პირობები. შემდეგ ლაპარაკობს ღმრთსახური, რომელსაც დევნიან ეკლესიიდან და შემდეგ ანუ ლაპარაკობთ ნაცემ ადამიანებზე და უკანონო დაპატიმრებულ ადამიანებზე, ლაპარაკობთ ქვეყნის კურზე, რომელიც შეგვიცვალეს და სულ სხვაგან წაგვიყვანეს, ხო? ანუ აი ეს ყველაფერი არის ერთი დიდი უბედურების რეალურად შემადგენელი. რა გვინდა ჩვენ ზუსტად ეგ განსხვავება გვინდა და ნინო მენაზეც რაც ილაპარაკა ზუსტად ეგ არის, რომ თუ რამე გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ესეთი წესიერი, კარგი და რისი წამოწევა და წინ წამოწევა გვინდა მთელი ძალით იმისთვის, რომ როგორც ერი გადავრჩეთ, როგორც ქვეყანა შევდგეთ და რაღაცა თუნდაც მსოფლიოსთვის ღირებული შევქნათ, აი ამ ყველაფერს ახშობენ. აქ ხო მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაცა იძალადა და ვიღაცამ მოგვატყო არის რეალურად ჩვენი აი ესეთი საერთოდ გაქრობის ამბიციაა, ხო? აი ეს უნდათ რომ აი ეს რაღაც საუბედურება, ორი საუკუნის ჭირი ისევ თავს მოგვახვია. აი რეალურად ეგ არის და არიან აი ეს ადამიანები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პატივი წარმოვადგენდეთ ჩემი აზრით უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას რომელიც ამის საშუალებას არ მიცემს და რომელიც მოწამეობრიობაზე საუბრობდნენ მამოები და ანუ კი ჩვენ ბევრნი ვართ მზად რომ ეს ნაბიჯი გადავდგეთ უბრალოდ არც გვინდა რომ ეს მოხდეს და არავინ არ მემეტება იმისთვის რომ აი ამ სისხლიანმა ბინძურმა რეჟიმმა თავხედი კი არა ყველა ეხაც ისეთ კადრებს ხედავ ჩიხლაძეზე თავდასხმას ანუ ყველაფერი იკადრეს ამ ადამიანებმა რეალურად ამათ რაღაც დღეს უფრო ისე მოიქცევიან ან გუშინ უფრო ისე იქცევიან ეგრე არ არის ამათ უნდა ჩვენი ქვეყნის პირისაგან მიწისგან აღგვა და აი ეგ არის მთელი თავარი პრობლემა და ჩვენი დაუნებებლობისა ზუსტად და კი ანუ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ქვეყანა გადავრჩეთ როგორც ენის მატარებლები თუნდაც და ერთ სიტყვინგა კიდე რასაც თქვენ საუბრობდით რა რომ აი როგორ ებრძვიან ეკლესიას რა ჩვენ 20-იანი წლების და წინა საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს 30-იანების დასაწყისში ჩვენ ქვეყანაში იყო მებრძოლ ღმერთთა კავშირი შეიძლება ბევრმა არ იცოდეს მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკისთვის და ციფრებისთვის 300,000 წევრი ყავდა მებრძოლ ღმერთთა კავშირს ეს ხალხი იყო დაკავებული იმით რომ აი წვერს კრეჭდნენ მღვდლებს ძალით ეკლესიებს ანგრევდნენ მირონით ჩექმებს იწმინდავდნენ ჯვრებს ზარბაზნებად აქცევდნენ ეკლესიის და შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, ეს ცოდვა, ესე ვთქვათ, ეს ბოროტება ჩვენმა საზოგადოებამ როდესღაც ერთხელ უკვე გადაიარა, აი რაღაც თავის თავში აქვს გადატანილი რა და თითქოს უნდა აი გვეყოს რა ამ ყველაფრის ძალა და დანახვის უნარი რა. იგივე 9 აპრილი გვაქვს გამოვლილი და ჩვენი ქვეყნისთვის რა ვიცი 3 ომი გვაქვს გამოვლილი ბოლო 3 ათწლეულში რა. ანუ ხალხი თუ დაუფიქრდება, თუ საკუთარ თავს შეხედავენ სარკეში და როგორღაც საკუთარ თავთან დიალოგს აწარმოებენ, მიხვდებიან, რომ ნოლი არის სადმე სიმართლე და პრინციპში ეგრეც არის. მე ვფიქრობ, რომ არამზადთა სამოქალაქოს თუ დაუპატებ 6 ომიც გვაქვს არამზადთა მცირე რიცხვს აქვს მიტაცებული ფაქტობრივად ძალაუფლება ამ ქვეყანაში, აი დიდი ტყუილის შედეგად და აი ხა ცდილობენ, რომ აი ეს ყველაფერი გადაიქციონ ფულად და ამონ აი ამ ჩვენს მტერ ქვეყანას. აი სხვათა